სახლში თუ არაფერი არ გაქვს, მაგრამ ტკბილი საცოცხნავი თუ გინდა, მე შენ გასწავლი უმარტივეს დესერტს, რომელიც მზადება მხოლოდ 2 ინგრედიენტით და 3 წლის ბავშვიც მოამზადებს. თან მზადება რამოდენიმე წუთში და ვიდეოს გაზიარება და დალაიქება არ დაგავიწყდეს. პირველ რიგში დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი შაქარი. შაქართან ერთად ვამატებ დარიჩინს, მაგრამ თუ დარიჩინი არ გაქვთ, არ არის პრობლემა, უბრალოდ შაქარი გამოიყენეთ. დარიჩინი და შაქარი უნდა შეურიოთ ერთმანეთს და პირველი ეტაპი მზად არის. მეორე ეტაპისთვის დაგჭირდებათ ფენოვანი ცომი, კი ძალიან ბევრი იტყვის, რომ თუ არაფერი არ მაქვს სახლში ფენოვანი ცომი როგორ გამომიჩნდებაო, მაგრამ 3-4 ლარი მე მგონი ყველას გექნებათ. ფენოვან ცომს უნდა მოვაყაროთ ფქვილი და კარგად გავშალოთ, შემდეგ დავჭრათ დანით. ისიც მესამედი დაგჭირდებათ ფენოვანი ცომის, რასაც იყიდით. შემდეგ უნდა გავაბრტყელოთ, რომ გადახვევის დროს უფრო მეტი ფენა გამოგვივიდეს. ამის შემდეგ კი ვაყრით უბრალოდ ჩვენს გამზადებულ დარიჩინს და შაქარს. ხო, წყლით შეგიძლიათ დაასველოთ, რომ უფრო კარგად მიიკრას და შემდეგ გადავახვიოთ ესე რულეტად. გააჩერეთ სადღაც მაცივარში 10 წუთი, რომ დაჭრის დროს არ დაიშალოს და შემდეგ დავჭრათ პორციებად. ხობას რაც შეეხება შეგიძლიათ გამოაცხოთ როგორც ღუმელში, ასევე აეროგრილში. ტემპერატურის ცნობა თუ გიჭირთ, აი ესე შეწითლებამდე გააჩერეთ და შემდეგ გამოიღეთ. წარმატებები!